პრეზენტირება და განვაგრძობთ გამოშვებას. რა დაუჯდება ჩვენს თანამოქალაქეს, რიგით თანამოქალაქეს ზამთრის პერიოდში ავტომობილის შენახვა. ბიზნეს კონტაქტისა და ავტობანის ერთობლივი რუბრიკა. მე და ბაკური შაბათის ბიზნეს კონტაქტში. მას ესე მივყვებით ავტომობილის როგორც სოციალური მოვლენის ნაკვალევს და მოვედით სად თუ არა ავტობანში. ცხადია, ზოგადად ავტომობილის შენახვა ხარჯებთან არის დაკავშირებული. თუმცა ეს ხარჯები შეიძლება ითქვას ათმაგდება, როდესაც საქმე ეხება ზამთარს. ცხადია, ზამთარში ავტომობილის შენახვა დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. მაშასე, დღეს ჩვენ დავსვათ კითხვას თუ რა უჯდება საშუალოდ ჩვენს თანამოქალაქეს ზამთრის პერიოდში ავტომობილის შენახვა. აქაურობის დამფუძნებელი ბატონი ბაკურ ხუნდაძე გვიმასპინძლებს, ძალიან მდიმალობა. ბაკური ტრადიციულად საინტერესო მასპინძლობისთვის კარგად მომზადებულ ხართ, როგორც ვთქვათ. კი, სამზადისი საკმაოდ მოვიფიქრეთ ყველა თემა, რაც კი ადამიანს შეიძლება საპრობლემო გაუხდეს ზამთარსთან შეხვედრის. ნამდვილად თემის აქტუალობა ნამდვილად არის და როგორც ვთქვათ, საბურავებს მაინც ვერ ავსდით. კი, საბურავი ერთ-ერთი წამყვანი თემაა ზამთრის თემაში, საკმაოდ ძვირიანი თემაა მაგალითად ავტომობილისტვის. მე მგონი იმდეს გააკეთებთ, რომ მართლა დავდგავ, მე მგონი ერთ დღესაც სტუდიაში საბურავს. ისე იქ ძალიან კონტრასტული იქნება შენთან და კაი საინტერესო იქნება. ნახოთ, სადოთ დიმალობა. დავიწყოთ მე მგონი ჩვენი საკმაოდ საინტერესო აქტუალურ თემაზე ჩვენი დიალოგი. მოკლედ პირველ რიგში, ძალიან ისეთი აქტუალური და სოციალური თემა, არ ვარღვევთ იმ სტანდარტს, რასაც ქვია ავტომობილი როგორც სოციალური მოვლენა, შესაბამისად მაინტერესებს და აინტერესებს ჩვენს მაყურებელს. საშუალოდ ჩვენს თანამოქალაქეს რა უჯდება ავტომობილის შენახვა ზამთრის პერიოდში. სანდრო, რაც ავტომობილი გამოჩნდა სამყაროში, მას მერე სულ არის ეს თემა, რომ ავტომობილი არის დამატებით ერთი ოჯახის წევრი. თუ ორი ავტომობილი ყავს, ორი ოჯახის წევრი. ეს აბსოლუტურად ესეა, ის ერთ-ერთი ყველაზე მსუყეთ ჭამელი ოჯახის წევრია, იმიტომ რომ მას საკმაოდ დიდი თანხები ჭირდება მოვლისთვის, როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში, მაგრამ ზამთარი უფრო მეტად აწვება ავტომობილის ფლობელს კისერზე, რადგან ბევრი თემა არის გასამახვილებელი ყურადღება, თორე შეიძლება დილით ვერ დაგქო მანქანა, ვეღარ გამოიყენო და ბევრი პრობლემები წამოგივიდეს ზურგს უკნიდან. აი, საკმაოდ ფართოა ეხა სპექტრი, რასაც აქ ხედავთ თლიანობაში, წარმოდგენილია ის საჭირო მიმართულებები, რაც უნდა გაკონტროლდეს ზამთრის დაწყების წინ. აი, პირველი დაუწერელი კანონი. რა თქმა უნდა, საბურავი. რაზეც ახლა შედვართ საკმაოდ კომფორტულად. საბურავი ისეთი რაღაცა ჩვენთან ცოტა მცდარი შეხედულებებია ზამთრის საბურავზე, გაბატონებულია რომ MSC ეს არის ზამთრის და ზაფხულის საბურავი, არ არის, ის არის გრუნტის საბურავი, ფერმერებისთვის შეიქმნა ძირითადად. ზამთრის საბურავი არის ზამთრის საბურავი, ის არის ნატურალური კაუჩუკი დომინირებს უფრო ამ საბურავის დამზადებაში, ზაფხულის საბურავში უფრო ხელოვნური ნივთიერებების გამზადდება და ამიტომ კაუჩუკი ნაკლებად არის, ამიტომ ისრიალებს თოვლზე, ხოლო კაუჩუკი ნაკლებად სრიალებს. ზამთრის საბურავი უფრო მეტად ესაჭიროება იმ ადამიანებს, ვინც დადის თოვლიან რეგიონებში, თქვათ, ეგრეთ წოდებულ სუვებს, რო ეძახიან პარკეტის ჯიპებს და ისინი აუცილებლად უნდა გადავიდნენ ზამთრის საბურავზე, მით უმეტეს ვინც გუდაურში, ვინც გადადის რიკოძე და გადმოდის და დასავლეთ აღმოსავლეთ საქართველოში უწევს მგზავრობა. თბილისში შესაძლებელია ზამთრის საბურავის გამოყენების გარეშე ცხოვრებაც. ზამთრის საბურავი საკმაოდ ძვირი საბურავია, იმიტომ რომ ის არის ნატურალური კაუჩუკისაგან დამზადებული, როგორც გითხარი და ის ყენდება მანქანაზე, როდესაც ტემპერატურა დადის -7 გრადუს ქვევითკი. თუ 7 გრადუსზე ზევით არის ტემპერატურა, რა თქმა უნდა, იქ რაღაც პლუს მინუსები არსებობს, რაღაც პერიოდში 10 გრადუსის გახდეს არაფერი დაშავდება, მაგრამ საბურავი არ არის რენტაბელური სახმარად პლუს გრადუსზე, რადგან მისი ცვეთა ძალიან ინტენსიურია, ძვირი საბურავია და ჯობია რომ ის -, გრადუსზე ვიხმაროთ, როდესაც მას აქ თავისი მოხმარების ეს ერთი საბურავი და საბურავის ასპექტს აუცილებლად დაუბრუნდებით. მეორე, რაც აუცილებლად მეორე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის ძრავის ანტიფრიზი, რომელიც აქ გვაქვს. აქ არის წარმოდგენილი, ეს არის ევროპის ერთ-ერთი გერმანული კომპანია, რომელიც ევროპის ერთ საუკეთესო ქიმიურ კომპანიად ითვლება, ალგორექსი. ეს კომპანია ის ძირითადად ორი სახეობა ჭირდება მოხმარებას, ეს არის წითელი და ლურჯი, არის კიდევ მწვანე, იასამნისფერი, ეს უკვე გრადაციებია, რაღაც მარკეტინგული სვლებია და ძირითადად გამოიყენება ორი ტიპის. წითელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სილიკატით გამოცლილი ნივთიერებით უნდა იყოს დამზადებული, რადგან სილიკატი შედის აგრესიულად ჟანგავს ალუმინს და იმ ძრავებში, სადაც ალუმინის დიდი რაოდენობა
გამოყენებული ჯობია წითელი ანტიფრიზი ჩხაისხას. ამაზე ძირითადად ყველაზე მკაცრი მოთხოვნა Volkswagen-ს აქვს. ამიტომ ისეთ საკმაოდ საჭირო უნდა გქონდეს ალბათ კომპანიას გაყიდვაში. ჩვენ ორივე გვაქვს და საკმაოდ კარგ ფასში სულ 2-3 კომპანია დომინირებთ ქართულ ბაზარზე ანტიფრიზებში. ერთ-ერთი ჩვენი კომპანია საკმაოდ დიდი პროცენტი უჭირავს ბაზრის. ასევე აუცილებელია შუშის ანტიფრიზი. ესეც იგივე კომპანიის არის, Algorexis. ეს აუცილებელია ვინც მიდის მთაში, აკურიანში, გუდაურში ან მინუსზე, იმიტომ რომ შესაძლებელი არის გახეთქოს გაყინვამ ის სადაც ის არის მოთავსებული. ამიტომ ეს ძალიან მოხმარებადი პროდუქტია ჩრდილოეთის ქვეყნებში. ჩვენ ამას შედარებით 10 ჯერ უფრო ნაკლებს მოვიხმართ ადათ ვიდრე ჩრდილოეთის ქვეყნები, რუსეთი, უკრაინა, ფინეთი, გერმანია ამას ძალიან დიდი რაოდენობით მოიხმარენ. ჩვენ და ხანდახან სპირტსაც ასხამენ ხოლმე, მაგრამ ამას მრავალი ფუნქცია აქვს, არ დამისა შამპუნია, შუშას წმინდავს, იქ ალექსაცლის კარგად და ამიტომ კარგი იქნება თუ მის გამოყენებაც დამკვიდრდება ჩვენ. კიდევ ერთი შენიშვნა ამ ანტიფრიზის დაკავშირებით აუცილებელი არის გამოხდილი წყლით უნდა მოხდეს გაზავება ანტიფრიზების. იმიტომ რომ ამან არ გაიჩინოს თავისი ნადები ძრავში და ყოველთვის ვაფრთხილოთ მომხმარებას რომ არანაირი აზრი არ აქვს ანტიფრიზის გამოყენებას თუ ის გამოხდილ წყალში არ გაზავდა. ეს უნდა გაითვალისწინოს აუცილებლად. შემდეგ თუ რა შეიძლება გამოიწვიოს იმან, როდესაც ანტიფრიზი არ მუშაობდა მანქანა და ზამთრის პირზე ჩავასხე. შესაძლებელია გამოვიდეს წყობიდან პომპა. ჩვენ ორი კომპანიის იტალიური უდიდესი ქარხანა იტალიაში, ეს არის გრაფის ძალიან ისტორიული ქარხანა, მისი ნაწარმი გვაქვს, რომელიც მიწოდებელია BMW-ს, Mercedes-ის, Volkswagen-ის ესევე. და ასევე გვაქვს Pierburg Kolbeschmidt-ის კომპანიის გერმანიაში წარმოებული პომპები გვაქვს. რენჯი ამას უფრო ნაკლები აქვს, ვიდრე თქვა გრაფს ყველაფერზე აქვს პომპა. და 10 წელი ალბათ ეს თემა დაგავიწყდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისევ მას ამუშავებ ანტიფრიზს. როგორც კი ანტიფრიზს აღაზზე არ ამუშავებ, ამუშავებ წყალზე და მე გადახვალ ანტიფრიზზე, შესაძლებელია წყლის პომპა ისევ გამოვიდეს წყობით. ეს არის აუცილებელი. აი ჩვენ რაღაცას ვაშავებ და შემდეგ ის გვირტყავს ზამთრის პირს. ასევე სწორედ ამ პრობლემის გამო რომ ჩვენ ვამუშავებდით წყალზე, შესაძლებელია გამოვიდეს წყობრიდან თერმოსტატი, რომელიც გადახურებას იწვევს ძრავის ზაფხულში, ზამთარში პირიქით. შეიძლება არავიდეს ტემპერატურა და ძრავმა იმუშაოს, გაიჭედოს თერმოსტატი, არ გახსნას ის სარქველი და მოხდეს ის, რომ ძრავი მუშაობდეს 60 გრადუსზე, 50 გრადუსზე და ცივ მდგომარეობაში, ამიტომ ცვეთ არის ძალიან ინტენსიური ძრავის. ამიტომ ესეც ერთ-ერთი საჭირო კომპონენტია. კიდევ ერთი კომპონენტია, ანთების სანთელი სწორედ უნდა იქნეს შერჩეული. რაღაც პერიოდი ჩვეულებრივ, აი ყველაზე მარტივი ანთების სანთელიც მუშაობს, მაგრამ ძალიან მალე გამოდის წყობრიდან თუ ის არ შეესაბამება წარმოებლის მოთხოვნას. ამიტომ მაქსიმალურად უნდა სწორი იქნეს შერჩეული ანთების სანთელი, მაშინ მუშაობს ის სრულყოფილად. მაგრამ ამ ყველაფერს დენი ჭირდება, ხო? დენი ჭირდება დილით, როდესაც ძრავი დინამო არ მუშაობს, დენს არ გამოიმუშავებს. ძრავმა თავისი აკუმულირებული დენით უნდა დაგქოს თავისთავად. ეს ამ ფუნქციას ასრულებს ავტომობილში აკუმულატორი. ჩვენთან ჩვენს კომპანიას შეუძლია შემოგთავაზოთ Panasonic-ის აკუმულატორები, რომელიც არის დამზადებული იაპონიაში. აი როგორ გითხრათ, 4000 ცალი გვაქვს უკვე გაყიდული და ერთი მობრუნება არ ქონია. როცა ვკითხეთ, რომ აი თუ გაქვთ რამე ესეთი რომ შემთხვევები, ან რა კომპენსაციას მოგცემ თუ აკუმულატორი არ მუშაობს. გაეცინათ, რომ ჩვენ ეგეთი რამე არ გვაქვს. და მართალი მეც გამეცინე, როგორ არ გეკნებათ მეთქი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ მართლა არ აქვს წუნი. ნული აქვს წუნი რა. და ასევე Exide-ის ბრენდი არის Tudor-ი, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ ბაზარზე. აი აქ მოცემული არის ეს აკუმულატორი. ეს არის ჟელეთ სტარტ-სტოპ აკუმულატორი. აი აქაც ესეთი აუცილებლობა არის, როგორც ანთების სანთლებში, რომ აკუმულატორის სიმძლავრე იყოს ძალიან სწორად შერჩეული, სინამდვილეში შეიძლება გაიბეროს, ან ძალიან მალე გამოვიდეს წყობრიდან. რეალურად 3 წლიან გარანტიას ვიძლევით ამ აკუმულატორზე, მაგრამ მათი მუშაობის რეჟიმი 7-8 წელია. იმდენად ხარისხიანი ეს აკუმულატორები. ძალიან კარგი მე კიდევ ერთი კომპონენტი, ვისაც დიზელის მანქანები ყავს,
აუცილებლად გამათბობელი უნდა შეიცვალოს თუ კი ის რომელიმე წყობრიდან არის გამოსული, იმიტომ რომ დიზელი დილით არ დაიქოქება თუ დიზელის გამათბობელი არ მუშაობს. ეს ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია დაქოქვის. შეიძლება არც აკუმულატორმა უშველოს და არც არაფერმა თუ ეს არ მუშაობს ზამთარში. ფართოა ძალიან სპექტრი, რაც ამ მაგიდაზეა თუნდაც წარმოდგენილი, აი რა მაგალითად აი Z-თან დაკავშირებით მინდა გითხოთ. კიდე აი Z-ი ამ შემთხვევაში ზამთარში რა ძირითად ასპექტზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. Z-ს ყოველ Z-ს აწერია თავის სიბლანტე, ხო? აი 10-40. 10 წინა ციფრი არის ცივზე ძრავის დაქოქვის სიბლანტე. დიახ. ამიტომ თუ ჩვენ 10-40-ით დავდივართ ზაფხულში, კარგი იქნება თუ ჩვენ გადავალთ ზამთრის პერიოდში 5-40-ზე. 5-40-ზე. რადგან უფრო აი 5-40-ში შენ გიჭირავს ამ დაკავშირში. 5-40-ში ეს უფრო თხელი Z-ია, ამიტომ დაქოქვას ძალიან დილით ხელს უწყობს. Z-ი არ იყინება და ძალიან მალე შედის იმ ადგილებზე, სადაც ის უნდა იყოს და გაუწიოს შეზეთვა ძრავს. ხოლო თუ 5-40 გვისხიათ ძრავი ახალია, ჯობია კიდევ ერთ საფეხურით 0-40-ზე გადავიდეთ, ვთქვათ, უფრო თხელი Z-ი ჩავასხათ, ეს Z-ი მანქანას ქოქავს -40 გრადუსზეც კი. აი 0-40, ამიტომა შექმნილი და ეს არის უკვე იაპონელების თანამედროვე შეთავაზება 0-20. 0-20, თანამედროვე იაპონური ძრავები იმდენად მაღალ ტექნოლოგიურად არის დამზადებული, თითქმის ძალიან თხელ სიბლანტეს ითხოვს და ის იძლევა დაახლოებით 8%-მდე ეკონომიას საწვავის. იმდენად სრიალებს ყველაფერი ძრავში, ხახუნის სიდიდე ძალიან შემცირებული ამ Z-ის გამო და ეს უკვე თანამედროვე იაპონური მანქანები ყველა აი ამ სიბლანტეს ითხოვს უკვე თავის ძრავში. დიახ. კი ბატონო. კიდევ ერთი რამე. ამაზეა საუბარი. ეს არის სალონის ფილტრი. დიახ. განსაკუთრებით აი ეს ახალი თაობის, ეს არის კარბონით გაჟღენთილი ფილტრი. ეს არის აქტივირებული ნახშირი, რომელიც უკვე სუნს, მავნე ნივთიერებებს ფილტრავს და დღეს უკვე თითქმის ყველა მას სალონში ჰაერი მიეწოდება ამ ფილტრის გავლით. ამიტომ სეზონის წინ, გაზაფხულის დადგომის წინ, ზამთრის დადგომის წინ ეს ფილტრი უნდა შეიცვალოს. რადგან აქ გროვდება ბაქტერია, სოკო, რომელიც 6 თვეში ერთხელ თუ არა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შეიცვალოს. სოქს გონია რომ ზაფხულში აუცილებლად ზამთარშიც მუშაობს ეს ფილტრი და ამიტომ როგორც ზამთრის წინ შეიძლება შეიცვალოს, ისე ზაფხულის წინ, რადგან სულ ჰაერი მოგეწოდებოდეს სალონში და რაღაც მავნე ნივთიერებებით გაჟღენთილ ჰაერს არ სულთქავდა. აი ავტობანის გათვლებით. ავტობანის გამოსtildeებით, მრავალწლიანი გამოსtildeებით. აი დაახლოებით რა უჯდება? აი იცი როგორი, ყველაფერი ეს ერთობლივ შეცვლას არ მოითხოვს. კი ბატონო. ნუ შეიძლება ანტიფრიზი დაახლოებით 5 წელიწადში ერთხელ, 3 წელიწადში ერთხელ უნდა შეიცვალოს. ამიტომ თუ შეცვლილი გაქვს რაღაც პერიოდი არ უნდა შეცვალო. Z-ისვლა ეს არის პერმანენტული პროცესი არის ადამიანის ცხოვრებაში მუდმივად ეს არის სახარჯო მასალა ავტომობილისათვის. აკუმულატორიც ხა თუ დააყენე საკმაოდ აი ესეთი დონის აკუმულატორია ჩვენ გვაქვს 7-8 წელი უნდა იმუშაოს აკუმულატორმა ასევე ეს ხარჯიც რაღაც აი ესეთი 8 წელიწადში ერთხელ 7 წელიწადში ერთხელ გასაღები ხარჯია. საბურავიც ესე 3-4 წელიწადი 5 წელი რა ინტენსივობით მოძრაობთ ამასაც გააჩნია. ყველაზე დიდი ხარჯი ეს არის ალბათ იწყება ზამთრის საბურავები 200 ლარიდან და ადის 800-ზე და 1000 ლარზეც გააჩნია როგორი რაზომა არის ეს საბურავი. ნუ აი ესეთი აი თუ კი ჩვენ აი ამ პროცესებს დავიცავთ რაც ეკუთვნის მანქანას, ეს ხარჯები რაღაც კატასტროფაში არ გადაგვეზდება. ერთ წელიწადს საბურავს შეცვლით, მეორე წელიწადს აკუმულატორს, მესამე წელიწადს ანტიფრიზს და ეს პერმანენტულობას უკვე, მაგრამ თუ ჩვენ არ მივაქციეთ იმას ყურადღება და მე ეს ყველაფერი ერთად დაგროვდა, ეს უკვე ალბათ ერთი თითქმის მანქანის ხარჯზეც შეიძლება აგივიდეს იმხელა თანხას შეიძლება დაარქვას. მოკლედ, ხალბატონებო და ბატონებო, აბა როგორ გინდათ, ავტომობილი ხო სოციალური მოვლენაა. ძალიან დიდი მადლობა ტრადიციულად საინტერესო მასპინძლობისთვის ბატონობა. ცხადია, ჩვენ ერთობლივად განვაგრძობთ მაყურებელთა განებიურებას სხვადასხვა ყოფითი თემებით, რაც ცხადია ავტომობილს უკავშირდება. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მომავალ შეხვედრამდე, მომავალ შაბათამდე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ავტობანს საინტერესო მასპინძლობისთვის. მე კი ორ შაბათამდე დაგემშვიდობებით და მარტივ პრინციპს შეგახსენებთ დავრჩეთ ერთმანეთთან ბიზნეს კონტაქტზე. მოსტელე ფილმი წარმოგიდგენთ. მარისამ